ელექტროენერგიის ნაწყიდობის შესახებ აბონენტსა და ენერგოპრო ჯორჯია შორის ხელშეკრულების გაფორმების პრეცედენტი. არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტმა შედეგს სასამართლოს გზით მიაღწია. რა უშლის ხელს აბონენტებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას, მაშინ როცა სემეკის შესაბამისი რეგულაცია არსებობს. ნახეთ სიუჟეტი. ერთწლიანი დავის შემდეგ სასამართლოს გზით დემოკრატიის ინსტიტუტსა და ენერგოპრო ჯორჯია შორის ხელშეკრულება გაფორმდა. იგივეს გაკეთებას ურჩევს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას. არჩილ ხახუტაიშვილი განმარტავს, რა შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ენერგოპრო ჯორჯია ყველა აბონენტთან ხელშეკრულებას გააფორმებს. როცა ვიღაცას იქ პრობლემა შეექმნება რიცხვებზე, ხარისხზე, ტექნიკის დაწვაზე, ვთქვათ, იქ კორექტირებაზე, რაც უკავშირდება რიცხვის დაზიანებას, აი მე ახსენდება ბევრს უფლებები, მაგრამ ამ დროს უკვე ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება გვიანიც იყოს. ამიტომ ჯობია თავიდანვე ვითხოვთ, მოვითხოვოთ და ვიცოდეთ, რომ რა არის ჩვენი უფლებები, რომ მე უფრო უკეთესად შევძლოთ ჩვენ ამ უფლებების დაცვა. ელექტროენერგიის ნაწყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ თავად მომხმარებლები. ტარიელ ნაკაშიძე ამბობს, რომ მსგავსი მოთხოვნით ენერგოკომპანიას წერილობით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავდა ორივე მხარის უფლებამოვალეობებს და ჩემთვის შესაძლო ზიანის მოყენების შემთხვევაში შესაძლებელი ყოფილიყო ჩემი როგორც აბონენტის მხრიდან მათთვის სამართლებრივი წარმოების დაწყება. იმწოდებელსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების აუცილებლობაზე საუბრობენ ენერგო-ომბუდსმენის ბათუმის ფილიალშიც. ბექას სიორდია თქმით, მოსახლეობის მიერ შედგენილი 91 საჩივრიდან ნახევარზე მეტი ენერგოკომპანიასთან არსებულ პრეტენზიებს უკავშირდება. ხელშეკრულების გაფორმება საჭირო არის, იმიტომ რომ მომხმარებელი უფრო დაცული იქნეს აღნიშნულიდან გამომდინარე, მაგალითად ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის გამო შესაძლებელია გამოვიდეს წყობრიდან ან საოჯახო ტექნიკა. ხელშეკრულება გაფორმებული როდესაც იქნება, მას შეუძლია მერე შემდეგ მომხმარებელს ზიანის ანაზღაურებაზე მიმართოს სასამართლოს. ენერგოპრო ჯორჯიაში კომპანიასა და აბონენტებს შორის სემეკის მიერ დადგენილი მოხმარების წესებს იშველიებენ და განმარტავენ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კომპანია ყოველთვის კანონის მიხედვით ხელმძღვანელობდა და მუშაობდა, ამიტომ დღის შემდეგაც თუ ვინმეს ექნება იმის სურვილი, რომ მაინც და მაინც ხელშეკრულება გაფორმდეს, რა თქმა უნდა, გაფორმდება ეს ხელშეკრულება. არსებული რეგულაციების მიხედვით აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება სხვა კომპანიებსაც ეკისრება.